საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელს უხელმძღვანელებს მანამდე კი კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებები ფარმაციის სექტორში საუკეთესოდ დასახელდა. რას ნიშნავს ქვეყნისთვის საერთაშორისო დონეზე აღიარებები, რატომ არის ფარმაციის кейსი ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო და რა სიახლეები აქვს უწყებას მომხმარებელთა დაცვის კუთხით? შეფასებები და სტატისტიკა დღეს გადაცემაში პირდაპირ ეთერში ეკონომიკსის სტუდიაში ჟურნალისტი ირმა ებრალიძე მუშაობს. გამარჯობა. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე. ირაკლი, გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა, რომ გვითმობთ დროს. მაისი კონკურენციის სააგენტოსთვის საკმაოდ დატვირთული და ესეთი საერთაშორისო დონეზე აღიარებითი აღმოჩნდა. დავიწყოთ ბოლო ამბებით. ცნობილი ხდება, რომ თითქმის 2026-27 წლებში საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტო მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელს უხელმძღვანელობს. უფრო მეტი რო გითხრათ, რას ნიშნავს ეს? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ჩვენს მომხმარებელს მივესალმები. მართლაც მაისი იყო საერთაშორისო ამბების კუთხით გამორჩეული ჩვენს 10 წლიან ისტორიაში კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ეს არის წლების მანძილზე ძალიან აქტიური მოქმედებების მუშაობის შედეგი, რაც საბოლოო ჯამში წელს აისახა ამ შედეგებში. დავიწყოთ ჩვენი უწყების ხელმძღვანელობით საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც არის ICPN-ი, ეს ჩვენი მაყურებლისთვის რო იყოს გასაგები, ეს არის იმ ქვეყნების გაერთიანება, დაახლოებით 80-ზე მეტი ქვეყანა, რომლებსაც გააჩნიათ მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობა და მისი შესაბამისი აღსრულება. ეს საუბარია მსოფლიოს მასშტაბით, ეს არსებობს 92 წლიდან, 1992 წლიდან. ჩვენ ამ ორგანიზაციაში გავწევრიანდით როგორც პარტნიორები 2023 წელს, ანუ მას შემდეგ, რაც ქვეყანა მიიღო საქართველოს პარლამენტის მიერ მხარდაჭერით მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობა და უკვე წელს ჩვენ გავხდით სრულფასოვანი წევრები და ამასთანავე მისი მოწყობა შემდეგნაირია, რომ 1 წლის განმავლობაში ამ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს მისი წევრი კონკრეტული ქვეყანა. მაგალითად, წინა წლებში იყო ავსტრალია, შემდეგ იყო პოლონეთი, ახლა მიმდინარე არის ამერიკის შეერთებული შტატები, შემდეგ იქნება დომინიკის რესპუბლიკა და 2026 წლის ივნისიდან უკვე ამ მოვალეობის შესრულებას შეუდგება ჩვენი უწყება საქართველოს. და რას გაძლევთ ეს ხელმძღვანელობა? თქვენი დღის წესრიგით იმუშავებთ თუ? არა, ეს გეტყვით, ამ ორგანიზაციის ასევე მხარდამჭერი და დამკვირვებელი უწყებები არიან მსოფლიო ბანკი, გაეროს ორგანიზაცია, ასევე ევროკომისია და სხვადასხვა ესეთი რეგიონალური გაერთიანებები. ეს არის საკმაოდ ავტორიტეტული გაერთიანება და ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი უწყებისთვის არის საკმაოდ კარგი რეპუტაციული შედეგი ის, რომ ყველა ქვეყნის სრული მხარდაჭერით პრაქტიკულად გაწევრიანებიდან 2 წლის თავზე ჩვენ უწყებას გამოუცხადეს ნდობა, რომ უხელმძღვანელოს სამუშაო პროცესი. ანუ რას ნიშნავს ეს ხელმძღვანელობის პერიოდში ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამ ქვეყნების მასშტაბით სამუშაო და სხვა სამუშაო ჯგუფებთან, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით გლობალური სტანდარტების შემუშავებაზე ვიზრუნოთ, რომ გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში, მსგავს საკითხებთან მიმართებაში მიდგომები იყოს ერთნაირი, ისედაც ისევ როგორც ახლა მაგალითად ჩვენ გადაწყვეტილებებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით ჩვენ ვიყენებთ ძალიან ბევრ საერთაშორისო გამოცდილებას და ეს მიდგომები პრინციპში ერთნაირია მთელი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო პრაქტიკა, მაგალითად იგივე ევროპული პრაქტიკაა. მეორე ეს არის ახალი მიდგომების ჩამოყალიბება შემუშავება განსაკუთრებით აი ონლაინ ბაზრებზე და ციფრულ ბაზრებზე, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ძალიან მზარდია და იქ ახალი მიდგომების ჩამოყალიბება ხდება, იმიტომ რომ თუ ტრადიციული მიდგომები ამ მომხმარებელთა უფლებებში, როდესაც აი ჩვეულებრივ ფიზიკური ვაჭრობის დროს არის უკვე გავლილი და წოდნები არსებობს, ეხლა ახალ ბაზრებთან მიმართებაში უფრო ბევრი ახალი საკითხი წამოიჭრება. ამიტომ ერთიანი მიდგომები ამ მიმართულებითაც მესამე ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავება არის ესეთი პარტნიორობის პროგრამები ქვეყნებს შორის, ის ქვეყნები, რომელსაც მეტი გამოცდილება აქვს, კოორდინირებას უწევენ შედარებით ახალგაზრდა ქვეყნებს იმისთვის, რომ აღსრულების პროცესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით იქნას გაძლიერებული. ეს არის პრაქტიკულად 1 წლის მანძილზე ყოველდღიური სამუშაო პროცესი და გარდა ამისა, ჩვენ უმასპინძლებთ 2 ძალიან მაღალი დონის კონფერენციას პრეზიდენტობის
დასაწყისში და ასევე მის ერთი წლის თავზე შემაჯამებელ, სადაც 80-მდე ქვეყნის წარმომადგენელი პირველი პირების დონეზე მიიღებენ მონაწილეობას და ვფიქრობ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი უწყების აღიარების კუთხით და არა მხოლოდ ჩვენი უწყების, არამედ და ქვეყნის მუშაობის კუთხით. პროცესში დავუშვათ შესაძლებელია, რომ რომელიმე ქვეყნის მაგალითი იყოს გადმოღებული ჩვენთან, ან პირიქით დავუშვათ ქართული მაგალითების გაზიარება მოხდეს, ან მომხმარებელთა დაცვის კუთხით, აი რა ხდება დავუშვათ ეს ევროკავშირის ხდება. ქვეყნებში, რა ხდება ჩვენთან. აი ეს ორგანიზაცია იძლევა ამის ძალიან კარგ საშუალებას, იქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზები გადაწყვეტილებების, აი ყველა ჩვენი გადაწყვეტილება რაც ჩვენ მიგვიღია იქნებოდა ეს ბევრჯერ გვისეურია თქვენ ეთერშიც იქნებოდა ინფორმირების სტანდარტთან, ფასტაკლების სტანდარტთან, მენიუების სტანდარტთან და მიმართებაში თუ ესე შემდეგ ეხება იმ საუკეთესო გადაწყვეტილებებს, რომელიც მიღებულა მსოფლიოში და მათ შორის ევროპის კონტინენტი ამ ხრივ გამორჩეულია, იმიტომ რომ მომხმარებელთა უფლებების ყველაზე მაღალი სტანდარტი იქ არსებობს და თუნდაც აი ერთ-ერთი ბოლოს სიახლეს გეტყვით, რომ ჩვენი ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდებოდა ესთეტიკური სილამაზის სალონების მხრიდან აგრესიული რეკლამის ფაქტს, ანუ არ კეთილ ინდუსტრიულ შეთავაზებებს, ასევე რამდენიმე ქვეყანაში მოითხოვეს ეს გადაწყვეტილება, რომ მსგავსი პრობლემა ჰქონდათ და იხელმძღვანელონ იმ გადაწყვეტილებებით, რომელიც ჩვენ მივიღეთ, გულისხმობდა, როცა აი მომხმარებელს აგრესიული რეკლამით სთავაზობენ და ახდევინებენ თანხას მაგალითად პროცედურებში თუ ესე შემდეგ წელს დავხურეთ აღნიშნული кейსი. ასევე ჩვენი სტრატეგია, რომელიც მთავრობამ მოიწონა და 6 უწყებას აერთიანებს, ძალიან დიდი ინტერესის საგანი იყო ამ ორგანიზაციის ფარგლებში და თვითონ აი რეგულატორებს და უწყებებს შორის თანამშრომლობა ძალიან კარგ მაგალითად არის გაზიარებული ამ ქსელის ფარგლებში და ეს ხას უსვამს, რომ აი საერთაშორისო დონეზე ჩვენი უწყება ძალიან აქტიურად არის ჩართული და გვაქვს საშუალება, რომ აი სტანდარტები, რაც ახალია, რაც უკეთესად უზრუნველყოფს მომხმარებლის უფლების დაცვას, ხელმისაწვდომობას მასზე და დანერგვას ჩვენ რეალობაში. ფარმაციის кейსი, ესეც ერთ-ერთი საერთაშორისო აღიარება, ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო დასახელდა, უფრო მეტი რო გითხრათ ამის შესახებ, რომელი კომპონენტი არის დავუშვათ ისეთი, რომელიც არის საუკეთესო და რა აჩვენა ამ кейსმა, ანუ რა შედეგი დადო აქ ჩვენთან ჩვენ ქვეყანაში. ძალიან კარგი კითხვა, იმიტომ რომ თავისთავად მარტო გადაწყვეტილება არაფერს ნიშნავს, ან მარტო გაცემული რეკომენდაცია, მნიშვნელოვანია ამ გადაწყვეტილების და მისი გავლენა შემდგომ ამ შემთხვევაში პაციენტებზე, მაგრამ ზოგადად კონკურენტულ გარემოზე. ეს кейსი თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ 2003 წელს, 2022 წელს 13 რეკომენდაციის გაცემა მოხდა კონკურენციის აგენტოს მონიტორინგის ფარგლებში, რომელიც შემდეგ საქართველოს მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ იქნა დანერგილი. ამ 13-დან დაახლოებით 9 რეკომენდაცია არის იმპლემენტირებული. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იგივე რეფერენტული ფასები, ჯენერიკული და ელექტრონული რეცეპტები, ხარისხის სტანდარტები და ასე შემდეგ. და ამას პლუს მოკვლევა, რომელიც ჩვენ განვახორციელებთ და რომელმაც გამოავლინა შეთანხმებული ქმედება ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვის პროცესში 4 ფარმაცევტული კომპანიის შემთხვევაში და ესეც იყო, როდესაც ერთი იდენტური ფასებით მოქმედებდნენ. ჯამში ეს кейსი ორივე ერთად და მისი გავლენა საქართველოს მოსახლეობაზე და მსოფლიო ბანკი იყო მთავარი შეფასებელი, რომელმაც ეს кейსი შეაფასა და ეს მოხდა ასევე საერთაშორისო კონკურენციის ქსელის შემაჯამებელ კონფერენციაზე, ეს არის 160-ზე მეტი ქვეყნის გაერთიანება, ვისაც კონკურენციის კანონმდებლობა და აღსრულების პოლიტიკა გააჩნიათ და ყოველწლიურად ჩვენ მონაწილეობთ სხვადასხვა ქვეყანაში ამ ღონისძიებაზე და პრეზენტირებას უკეთებთ ჩვენს გაწეულ საქმიანობას და შედეგებს და ამ ორი მნიშვნელოვანი ორგანიზაციის, როგორც არის მსოფლიო ბანკი და კონკურენციის საერთაშორისო ქსელი, აი ეს кейსი ჯამში მონიტორინგი მის შედეგების დანერგვა და მოკვლევის кейსი, რის ფარგლებშიც დაჯარიმდნენ კომპანიები და მისი გავლენა ჩვენს მოსახლეობაზე შეფასდა საუკეთესოდ 70 ქვეყნის მიერ წარდგენილ кейსებს შორის და ვფიქრობ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აი თვითონ მსოფლიო ბანკის შეფასებაშია აღნიშნული, რომ ამ გადაწყვეტილებების შედეგად სხვადასხვა ტიპის სამედიცინო პროდუქციაზე ფასები 40-45%-ის ფარგლებში შემცირდა და მოქალაქეებმა შეძლეს ყოველწლიურად დაახლოებით $75 მილიონი თანხის დაზოგვა მედიკამენტების შეძენაზე. ეს არის მსოფლიო ბანკის ოფიციალურ აღწერაშია თვითონ, როდესაც
წარდგენა მოხდა აღნიშნული кейსის გამარჯვებულად, აი უფრო ბანკის შეფასებას ვციტირებ ახლა ამ შემთხვევაში. და რაც შეეხება ელექტრონულ რეცეპტებს, ესეც მოხდა ამ кейსში. ანუ ეს არის ჯამურად ყველა გადაწყვეტილება, რომელმაც გავლენა მოახდინა ამ გარემოზე და ვფიქრობ, რომ ესეც ძალიან ისეთი კარგი აღიარებაა ჩვენ ქვეყანაში ჯანდაცვის სექტორში მიმდინარე რეფორმების და მისი გავლენის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და რა თქმა უნდა საამაყოა ჩვენთვის ჩვენი უწყებისთვის, რომ არსებობის 10 წლის თავზე ესეთი საერთაშორისო აღიარება გვაქვს. როგორც ერთი, ასევე მეორე მიმართულებით. ანუ ორი მთავარ დავშოთ кейსზე ვისაუბრეთ და აღიარებაზე. ახლა საინტერესოა კიდევ ერთი თემა, საწვავის ბაზარი. ბოლო პერიოდში შეინიშნება, რომ საწვავზე ფასებმა დაიწია. სავარაუდოდ 10 თეთრიან ჭრილში. და ასევე ვიცით, რომ კონკურენციის სააგენტომ გამოაქვეყნა 2025 წლის პირველი კვარტლის შედეგები. კავშირშია ეს ერთმანეთთან ფასების დაწევა და თქვენი ფაქტი არის ერთი, რომ მაისში ფასები შემცირდა, ჩვენ კვარტალურ შედეგებს ვაქვეყნებთ. რა დადო მონიტორინგმა რა შეფასება? პირველ რიგში გეტყვით, რომ 2025 წელი გამოირჩევა ძალიან ესეთი სტაბილური ფასებით და მცირედი შემცირების ტრენდით საერთაშორისო ბაზრებზე, განსაკუთრებით აპრილის თუ იყო გამორჩეული ამ კუთხით, როცა მკვეთრი შემცირება დაიწყო. დაახლოებით 80-დან 67-65 დოლარამდე ბრენტის ტიპის ნავთობს თუ ავიღებთ. კურსი მიმდინარე წელს სტაბილურია და გამყარების ტენდენციას აჩვენებს, მაგალითად 1 მარტიდან დღემდე 2.79-დან 2.73-ის ფარგლებშია ეს გამყარების ტენდენცია და ეს იძლევა საშუალებას, რომ იმპორტის თვითღირებულება საწვავის ქვეყანაში იყოს შემცირებული. აპრილის თვეში უკვე ეს საგრძნოდ დაისახა მცირე ქსელებზე და პირველ ისინი სწრაფად რეაგირებენ მარაგებისგან გამომდინარე და მაისის თვეში უკვე მსხვილ ქსელებში ჩვენ გვაქვს 10-15 თეთრიანი კლება თითქმის ყველა ტიპის საწვავზე. ანუ მხოლოდ საგარეო ფაქტორების დამსახურებაა ეს? ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენი კურსის ადგილობრივი ვალუტის კურსის სიმყარის და საგარეო ბაზრებზე ნავთობის ფასის გავლენის შედეგი. თუმცა ის დროში რომ მოხდეს ადეკვატურად ეგ მარაგების გათვალისწინებით და ეს პირობითად არ იყოს არასაბაზრო ფაქტორების გავლენა და ეს იყოს დროულად ასახული ჩვეულებრივი მოქალაქისთვის საწვავის შეძენის პროცესში, ამ პროცესს ამის გამო ვუწევთ მონიტორინგს, რომ ჩვენ დავინახოთ ეს პროცესი. მთლიანობაში ბაზარი 2025 წელს არის კონკურენტული, მსხვილი კომპანიას თუ ავიღებთ, მათი წილი არის დაახლოებით 65-67%-ის ფარგლებში. დანარჩენი მცირე ქსელებს უჭირავთ, იმპორტის დონეზე 50-ზე მეტი კომპანია ახდენს საწვავის იმპორტირებას, საცელო დონეზე დაახლოებით 400-მდე კომპანია ოპერირებს. ანუ ბაზრის პრინციპებით მოქმედებენ სრულად და არანაირ დავშოთ გარიგებებს და ასე შემდეგ ადრე ქონდა ადგილი. ჩვენი მონიტორინგი აჩვენებს, რომ ამ კუთხით ბაზარზე კონკურენცია არსებობს და დროის ფაქტორის გათვალისწინებით ხდება ოპტიმალურ დროში მცირეს და მსხვილ ქსელების გათვალისწინებით, იმიტომ რომ მცირეები კიდევ ერთხელ მალე რეაგირებენ მარაგებიდან გამომდინარე, სათანადოდ ასახვა და ეს აპრილ-მაისის თვემაც აჩვენა ამ კუთხით. ჩვენი მოლოდინი იყო, რომ დაახლოებით ეგრე უნდა მოხდარიყო და ესეც მოხდა. თქვენი უწყების მანდატი არის, როდესაც მოგმართავენ და ერთ შემთხვევაში და ატარებთ მონიტორინგს. ამ საწვავის შემთხვევაში ეს არის გეგმიური და ყოველთვის ტარდება. რადგანაც ბაზარი არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ქვეშ და ასევე არის გამოცდილებაც აჩვენებს, რომ ამ ბაზარზე მონიტორინგი საჭიროა. ჩვენ რამდენიმე ესეთი მონიტორინგი გვაქვს, მათ შორის ერთ-ერთი არის რიტეილის მიმართულება და მეორე არის საწვავის მიმართულება. რიტეილის მიმართულებაზე ოდნავ მოგვიანებით კითხავთ, აქვე ახლა მინდა რუსთავის ავტობაზრობასთან დაკავშირებით, როგორც აღნიშნეთ, ესეც საკმაოდ ხმაურიანი кейსია, ჯარიმა ავტობაზრობის თითქმის მილიონი ლარია, 888,276 ლარი. რის საფუძველზე დაიწყო კონკურენციის სააგენტომ რუსთავის ავტობაზრობის შემოწმება და რა სურათი დაგხვდათ? ეს ძალიან საინტერესო გადაწყვეტილებაა ამ კუთხით, ესე დადგინდა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. რაში გამოიხატება? რუსთავის ავტობაზრობას 2023 წლის ოქტომბერში ბაზრობამ ფასები გაზარდა ორჯერ და უფრო მეტად იმ ავტოიმპორტიორებისთვის, ვინც იყენებენ რუსთავის ავტობაზრობას და მათ საპარკინგი ადგილებს ავტომობილების რეალიზაციისთვის. ფასების გაძვირება შეიძლება აქ არის ყოველდღიურ გადასახადზე, ერთ საპარკინგი ადგილზე. იყო 5 ლარი და გახდა 10 და 15 ლარი რიგ შემთხვევებში და მათი წუხილი ეხებოდა იმას, რომ არანაირი გაუმჯობესება სერვისის ამატებითი ინვესტირება ამ გარემოს გაუმჯობესებაში არ მოხდარა და რამდენად დასაბუთებული იყო ეს გაძვირება.
ჩვენთან დაახლოებით 250-ზე მეტმა ავტოიმპორტიორმა მოიტანა ეს განაცხადი და ჩვენ ამის საფუძველზე დავიწყეთ მოკვლევა. მოკვლევა საკმაოდ დრო დაჭირდა საბოლოო ჯამში, დაახლოებით წელიწად-ნახევრიანი პერიოდი, თუმცა ჩვენ დავადგინეთ, რომ რუსთავის ავტობაზრობა, რომელიც ჯამში აერთიანებს ორ კომპანიას, ეს არის შპს რუსთავის ავტობაზრობა და შპს მიკადო ჯორჯია, რომლებიც დამფუძნებლებიც არიან ოფშორული კომპანიები, თუმცა ერთ დამფუძნებელი ყავს ორივეს. ეს განვიხილეთ ჩვენ ერთ ეკონომიკურ აგენტად, დავადგინეთ, რომ ფასის გაძვირება არ უკავშირდებოდა რაიმე ტიპის გარემოსთვის სერვისის გაუმჯობესებას ან პირობების გაუმჯობესებას, პირიქით ამ პერიოდში გარკვეულ მოკვლევებმა აჩვენა, რომ მიუხედავად ამ გაძვირებისა თითო ერთი საპარკინგი ადგილის თვითღირებულება ზოგიერთ შემთხვევაში იყო უცვლელი ან შემცირებულიც კი და ასეთ შემთხვევაში ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს გაძვირება და ის მარჟა, რაც ამ გაძვირების შედეგად მიიღო კომპანიამ, იყო ჭარბი ფასი მომხმარებლისთვის, ეს ხო დაახლოებით 200% და მეტი. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ის არის დომინანტი, რადგანაც ის არის ესეთი ტიპის ბაზრობა პრაქტიკულად მას შემცვლელი ნაკლები ყავს და ბაზრის განსაზღვრისას ის გამოვლინდა როგორც დომინანტი. დომინანტის შემდგომ შეფასდა ეს ჭარბი ფასის გავლენა მომხმარებლებზე, ანუ ავტოიმპორტიორებზე ამ შემთხვევაში. და არა მარტო ფიზიკურ პირებსაც იგივე გადასახადს ახდენია. ყველა აბსოლუტურად არა აქვს მაგას მნიშვნელობა, იქნება ფიზიკურ თუ იურიდიულ პირი, ვინც სარგებლობს ამ საპარკინგ ადგილს, მათთვის იყო ეს. და საბოლოო ჯამში დაახლოებით სავარაუდო ზარალიც იქნა ჩვენს მიერ პროექტში წარმოდგენილი, ეს არ თუ არ ვცდები დაახლოებით 8 მილიონ ლარამდე, ანუ გაძვირების შედეგად რა ზედმეტი თანხის გადახდა მოუხდათ მომხმარებელს. საკმაოდ პროცესში კომპანია ვერ ვიტყვი, რომ განსხვავებით თითქმის ყველა სხვა მოკვლევების შემთხვევაში სრულფასო უნდა გვაწვდიდა ინფორმაციას, ამიტომ ჩვენ მოგვიხდა სხვადასხვა ზომების გამოყენება, მათ შორის სამ-სამჯერ დავაჯარიმეთ ორივე შეფესე, დაახლოებით ჯამში ეს 30,000 ლარამდე ჯარიმა. წელიწადნახევარი ბევრი და დრო არ საბოლოოდ არის. სასამართლოთი მოგვიხდა ძირთადი ინფორმაციის ამოღება ამ კომპანიებიდან, თუმცა ამას დაჭირდათ, რომ ამიტომაც გაიწელა. ესეც იყო ერთ-ერთი ფაქტორი, თუმცა ეს არ არის მარტივი თემა, ხა უამრავი კვლევა და ეკონომიკური ანალიზი კეთდება და ბუნებრივია ამას ჭირდება გარკვეული დრო და შესაბამისად ჩვენ კომპანიის მიმართ გამოვიყენეთ საჯარიმო სანქცია, რომელიც დაახლოებით 850,000 ლარამდეა. და ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი გავეცდ რეკომენდაცია, ანუ მინდა რომ ავტოიმპორტიორების საყურადღებოდ თქვა შესაძლებელიც გაუჩნდეს განცდა, რომ აი გაძვირებული ახლა ამ პერიოდში გაძვირებული გადასახადს ვიხდიდით, კი ბატონო დააჯარიმეთ, რომელიც ალბათ გასაჩივრდება. ხო, მე რა ამ და შემთხვევაში. აი ჩვენ რა ამ შემთხვევაში მე მათ მინდა უთხრა, რომ ეს რეკომენდაცია იძლევა საშუალებას, რომ მომავალში მსგავსი ტიპის გაძვირება ასევე იქნება და შეიძლება გახდეს კონკურენციის და მომხმარებლების დაცვის აგენტოს მოკვლევის საგანი და არ მგონია კომპანიისთვის მარტივი იყოს კიდე დამატებითი მოკვლევის ფარგლებში დამატებითი საჯარიმო სანქციების დაკისრება, ანუ მას აქ ერთგვარი შეკავების ეფექტი შემდგომი გაძვირებისგან და ასევე ყველაზე მთავარი თუ რომელიმე ავტოიმპორტიორი ჩათვლის და ამის დამადასტურებელი დოკუმენტებსაც წარადგენს სასამართლოში და მათ შორის ჩვენ დასკვნას გამოიყენებს საფუძვლად, მათ შეუძლიათ საკუთარი ამ პერიოდში მიღებული ზიანის ანაზღაურებაც მოეწყოს. თუმცა ეს ნიშნავს იმას თუ არა, რომ ეს ფასები დავუშვათ გაზდის მიმართულებით გასაგებია, რომ ახლა თავს კიდევ არა იდგეს, მაგრამ შემცირების მიმართულებით ამის რეკომენდაციას ჩვენ რა თქმა უნდა ვერ დავაკისრებთ კომპანიას, თუმცა გითხარით ის გაგრძელება, რაც შეიძლება თითოეულმა ავტოიმპორტიორმა ცალკე აღებულმა გადაწყვეტილების მიღების და სურვილის შემთხვევაში გააგრძელოს ეს პროცესი შემდეგ. და ჯარიმის გადახდა საპირებს ავტობაზრობა თუ სასამართლოში? არა, ეს ალბათ სასამართლოში გასაჩივრდება, როგორც ხდება ხოლმე. ზოგადად ყველა თქვენი გადაწყვეტილება ბუნებრივი პროცესია, სასამართლო კონტროლი ხორციელდება ჩვენი ყველა გადაწყვეტილებას. და მე შესაბამისად თუ მოიგებთ პროცესს სასამართლოს გამოიყენებთ. სამ ინსტანციის გავლის შემდეგ ის შედის კანონიერ ძალაში. თუ იმ შემთხვევაში თუ სასამართლო გადაწყვეტს, რომ ძალაში დატოვოს ჩვენი გადაწყვეტილება და მე შემდეგ ეკისრება აღსრულება. და დაახლოებით სასამართლოში მსგავსი ტიპის საქმეები რამდენ ხანს ანუ რა პერიოდი საშუალოდ ალბათ ჭირდება. 2 წელი. იმიტომ რომ ეს არ არის მარტივი საქმეები, საკმაოდ ისეთი ეკონომიკურ ანალიზს და ძალიან ბევრი ისეთ შეფასებას, რომელსაც კონკურენციის სამართალი სპეციფიურად უყურებს, ეფუძნება, ამიტომ თუმცა თვითონ თავად ამ გადაწყვეტილება მაინც ახდენს ხო გავლენას კომპანიის ქცევებზე სამომავლოთო. ანუ პრაქტიკამ რა აჩვენა? არა მარტო ამ შემთხვევაში იმ კომპანიაზე, ვინც დამღუღებია, არამედ სხვებზეც, რომლებიც შეიძლება დომინანტებად არიან ბაზარზე წარმოდგენილები და ნებისმიერი მათ მხრიდან ფასის გაზრდის
კუთხით გადადგმული ნაბიჯი, რომელიც არ იქნება დასაბუთებული შესაბამისი ხარჯებით ან მომხმარებლებისთვის უკეთესი პირობების შექმნით, შეიძლება გახდეს ჩვენი განხილვის საგანი, ამიტომ ეს ის რომ თქვენ თვით რომ დომინანტია აქ ამ შემთხვევაში რუსთავის ავტობაზრობა, ეს არ არღვევს კონკურენციის შესახებ კანონს? თავისთავად დომინანტური ანუ მონოპოლისტი არ არის? ნახეთ, დომინანტური მდგომარეობა ნიშნავს ერთი კომპანიის შემთხვევაში თუ 40%-ზე მეტი წილის ფლობელია შესაბამის ბაზარზე. კომპანია შეიძლება იყოს დომინანტი და ეს არ ნიშნავს არანაირ დარღვევას, უბრალოდ დარღვევა არის დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და იმ შემთხვევაში ეს უნდა გამოვლინდეს კონკრეტული მომხმარებლის ან კონკრეტული ეკონომიკური სუბიექტის მიმართ და თუ ის სუბიექტი გვეუბნება რომ ეს არის მსხვილი კომპანია, დიდი კომპანია, რომელსაც შეუძლია პირობები უკარნახოს, განსხვავებულად მიუდგეს ან ფასების ფორმირება მოახდინოს, აი ესეთ შემთხვევაში ხდება უკვე ჩვენი მოკვლევის საგანი. ანუ თუ ის დომინანტია და არაფერსაც არ არღვევს. ანუ მონოპოლისტი ეს კანონმდებლობას აცნობს, ჩვენი კანონმდებლობა. ხო, არა, მონოპოლისტი ზოგადად არის კომპანია, რომელსაც 100% აქვს ბაზარზე. ჩვენ კანონმდებლობა ცნობს დომინანტურ მდგომარეობას და ჯგუფურ დომინანტურ მდგომარეობას. ანუ ეს ნიშნავს, რომ თუ ერთ კომპანიას აქვს 40%, სამ კომპანიას ჯამში 50%-ზე მეტი და 5 კომპანიას ჯამში 80%-ზე მეტი. ესენი განიხილებიან უკვე დომინანტებად აღნიშნულ ბაზარს. ამ სახელწოდება შეიცვალა შეიძლება ითქვას, თუმცა კანონმდებლობაში ეგრეა, ყველა კანონმდებლობაში ესეა. ანუ შინაარსი მონოპოლია ნიშნავს კომპანიას, რომელიც 100%-ით ფლობელია ბაზარზე წილის. რახან კანონმდებლობას შევეხეთ, კიდევ ერთი საკითხი, კონკურენციისა და მომხმარებლების დაცვის სააგენტოში ახალი მმართველობითი ორგანო აღარ შეიქმნება, რაზეც იყო საუბარი ადრე და შესაბამისად კანონში იყო ცვლილება, რატომ? ანუ 2020 წელს, როდესაც მოხდა კონკურენციის კანონმდებლობის გაუმჯობესება, მაშინ ჩაიდო ეს ინსტიტუციური მართვის ეს ფორმა, რომელიც სოფლიოში ბევრი ფორმაა, მათ შორის ისეთი მოდელი, რომელიც ჩვენ გვაქვს და მათ შორის მოდელი, რომელიც გულისხმობს კომისიის მმართველობას, ან კომისიას ხავს ხელმძღვანელი, როგორც სხვა მარეგულირებლებს და არის კომისიის წევრი, რომელიც 5 წლის ვადით ინიშნება და ისინი იღებენ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებებს. თუმცა კონკურენციის უწყებების პრაქტიკას თუ გადავხედავთ, ეფექტური არის როგორც ის მოდელი, რომელიც ჩვენ გვაქვს, როდესაც არის ხელმძღვანელი და უბრალოდ დეპარტამენტების ხაზით იმართება უწყება და ჩვენ ეს 2 წლის წინ მოვახდინეთ შეფასება ჩვენი ამ სტრუქტურის და მაშინ მოხდა ამ სტრუქტურის ცვლილება და ადაპტირება ახალ გამოწვევებთან და ასევე აჩვენა ამ განვლილ პერიოდმა, რომ დამატებითი მილიონი ლარის გადახდა იმ ინსტიტუციური მმართველობის შექმნაში, რომლის გარეშეც ვფიქრობთ, ყოველ შემთხვევაში ეს ჩვენ შეფასება არ არის, რომ აღსრულება ეფექტურია, კი, ასრულება ეფექტურია და ეს თავის მიზნებს და ამოცანებს პასუხობს ამ მოდელის პირობებშიც. ეს არ იყო დამატებითი ხარჯ ეფექტური და ამიტომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. ანუ მმართველობის ის ფორმა დარჩება, როგორც არის, უბრალოდ სახელწოდება შეიცვალა და დაეტავა. სახელწოდება იგივე დარჩა. 2023-დან შევცვალეთ ჩვენ სახელწოდება, რადგანაც მომხმარებელთა უფლებები დაგვემატა და გახდა კონკურენციის ეროვნული სააგენტო, გახდა კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტო. საინტერესო ასევე რითეილის ბაზარი, მონიტორინგის შედეგები პირველი კვარტლის. ეს ჩვენს ანგარიში უკვე გამოქვეყნებულია. ეს არის 2024 წლის ანგარიში, რომლის ფარგლებში ჩვენ რამდენიმე ხა სულ არის დისკუსია, ხო, რომ ფასები, დისკუსია იმპორტიორებსა და მიმწოდებლებს და რიტეილ ქსელებს შორის. არის პრეტენზიები, რომ ვერ შევდივართ მსხვილ ქსელებში და აქვს მაგათ თავიანთი მოთხოვნები. ახლა რაც ჩვენ ნახეთ ამ შეფასებაში, შუალედურ შეფასებაში რაც გვაქვს, ბაზარი მზარდია, ორგანიზებული და ქსელურ ბაზარს გულისხმობ, ის დაახლოებით ჩვენ შევაფასებთ 14 მილიარდ ლარად. და რო იყოს გასაგები ჩვენი მსმენელისთვის, ეს ჩვენ დავაყენებთ შემოსავლების სამსახურის ბაზას, ვინც ან ყველა ვინც არის რეგისტრირებული მარკეტად თუ ქსელურ მარკეტად და არის DRG-ის გადამხდელი და პლუს ვისაც არ არის DRG-ის გადამხდელი, იქ უკვე ვისაც აქტიური სალარო აპარატი გააჩნია, აბსოლუტურად ყველას ბრუნვა შევკრიბეთ და ეს იყო 14 მილიარდიანი ბაზარი, რომელიც 2003 წელთან შედარებით დაახლოებით 8%-იანი ზრდა არის. ორგანიზებული ქსელის წილი იზრდება მთლიანობაში და ბოლო წლების დინამიკას თუ ვნახავთ 3 წლიანს მაგალითად ის დაახლოებით 40%-დან და ეხლა უკვე 58%-დან ანუ ვერ ჩავშლით მსხვილს და მცირეს. ეხლა გეტყვით, ყველაზე პირველი მსხვილი ჯგუფის წილი ამ ბაზარზე არის დაახლოებით 18%, სამი მსხვილი კომპანიის წილი არის დაახლოებით 32%, ხუთი მსხვილის წილი არის დაახლოებით 45 თუ 46%. 10-ის წილი არის დაახლოებით 55%. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ბაზარზე ჩვენ არ გვყავს დომინანტები
და ამ ბაზარზე არ აქვს ასევე კომპანიები, რომლებიც ჯგუფურ დომინირებას ახორციელებენ. და ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ბაზარი კონკურენციას აჩვენებს და ხედავთ, ხო, თუნდაც ერთ მცირე არეალში რამდენი მაღაზიაა და მათ შორის შეჯიბრი არის. თუმცა ჩვენ ამასთანავე ვთქვით, რომ ფასებზე გარკვეულ ზეწოლას ახდენს ის მიდგომა, რაც გააჩნიათ ქსელებს. მაგალითად შესვლასთან დაკავშირებული სირთულეები, რომელიც საბოლოო ჯამში ხარჯებში აისახება. ეს არის აი ყველა საკითხი რო შევკრიბოთ, მაგალითად შესვლის გადასახადი, მაგალითად კეშბექი, მაგალითად აი რაღაცა კიდე მცირე ესეთი ტექნიკური არაპირდაპირი დანახარჯები, რომელიც ჯამურად ჭირდებათ მიმწოდებელ კომპანიებს, რომ თაროზე მოხვდნენ იქ აქციით ჩატარონ თუ ესე შემდეგ, ბოლოს ამ წლიან დინამიკაში ის მნიშვნელოვნად არის თითქმის გარკვეულ პროდუქტებზე გაორმაგებულიც კი. ანუ ჩვენ 9 პროდუქტის მაგალითზე გამოვიკვლიეთ, ეს არის ძირითადად პირველადი მოხმარების პროდუქტი და იქ ჩანს, რომ აი ეს ზეწოლა ამ კომპანიებს აქვს და თუ მაგალითად 3 წლის წინ პირობითად კონდათ 1 ლარის დანახარჯი, ახლა აქვს შესვლისას მაგალითად დაახლოებით 2 ლარამდე ეს დანახარჯი და ეს ნიშნავს იმას, რომ ეს საბოლოო ჯამში არა ეს ბაზრის პრინციპებია. ეს ბაზრის პრინციპია, ეს კომპანიებიც ახლა იმისთვის რომ მოხვდნენ უკეთეს პოზიციაზე ქსელში იხდიან მეტს და ნუ ესეც ამ კონკურენციის შედეგია. თუმცა ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ძალაუფლება მაინც გარკვეულწილად ამ იტალიურ ხარეს არის, თუმცა ბაზარი ვამბობთ, რომ არის კონკურენტული და იმისთვის რომ ბაზრის დინამიკას დავაკვირდეთ, მონიტორინგი გრძელდება. ამ ბაზარზე ასევე შეინიშნება გამსხვილების ტენდენციები. ჩვენ გასულ წელს მაგალითად 18 ბიზნეს გაერთიანებაზე გავეცით თანხმობა და ამ 18-დან ყველაზე დიდი და რაოდენობრივად ყველაზე მეტი FMCG სექტორი იყო. ანუ ეს ბაზარი დინამიურად ვითარდება და ესაც ნიშნავს, ანუ მარტივად რომ გითხრათ, ბაზარი კონკურენტულია, არის გარკვეული ესე ვთქვათ სადისკუსიო საკითხები, თუმცა ეს ასე ვთქვათ ბაზრის ყველაზე მსხვილი მოთამაშე ვინ არის რიტეილის ბაზარზე? ну ხა ცოტა კარგი კორექტული ხა თქვა 18% თქვით, რომ ერთ-ერთ კომპანიას უკავია. და ცოტა დრო გრჩება და მინდა გავიგოთ თქვენი გეგმების შესახებ, ანუ წელს რომელი ბაზრები გაქვთ, ასე ვთქვათ, ესე თქვენს кейსებში და რას უნდა ველოდოთ თუ განხილვაში გვაქვს რამდენიმე ბაზარი, სადაც შეიძლება მონიტორინგი ან მოკვლევა დავიწყოთ. ეხლა მიმდინარეობს მუშაობა თვითონ იმ ხარეებთან, ვინც პრობლემა მოიტანა ჩვენამდე. ჯერჯერობით ეხლა ნადრევია გითხრათ, რა ბაზრებია, იმიტომ რომ არ დავინახეთ სათანადო საფუძველი, შეიძლება არც დაიწყოს თან წინასწარ ახლა ამის თქმა არ იქნება ალბათ კორექტული. წელს დასრულდება ალბათ რამდენიმე მოკვლევა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ფარმაცევტული კომპანიები, რომლებიც სხვა კომპანიის მიმართ არის დომინანტური მდგომარეობის შესაძლო არასათანადოდ გამოყენებაზე. ალბათ სექტემბერში გვექნება შედეგები, ესეც საკმაოდ საინტერესო შედეგები იქნება მოკვლევის კუთხით ამ მიმართულებით, რომელიც აჩვენებს ამ ბაზარზე თუ როგორი პროცესია და რა ჭირდება კიდევ უფრო მეტად კონკურენციის გაუმჯობესებას და ძალიან აქტიურია ბიზნეს გაერთიანებები, აი წელსაც უკვე თითქმის 10 კონცენტრაციაზე გვაქვს გაცემული თანხმობა და სამშენებლო სექტორი, სამშენებლო მასალები სექტორი არის ლიდერი ამ მიმართულებით, ანუ ეს სფერო ვითარდება დინამიურად და აჩვენებს გამსხვილებას. და ბოლოს უნდა კითხოთ ძალიან მოკლედ, მომხმარებელთა ქცევა თუ შეიცვალა ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, მას შემდეგ რაც აქტიურად ჩაერთო კონკურენციის სააგენტო უფლებების დაცვაში, გულისხმობ ონლაინ გაყიდვები და ასე შემდეგ. როგორ ატყობთ? ქცევა შეიცვალა არა მარტო მომხმარებლის, რომლებმაც უფრო მეტი იცის საკუთარი უფლებების შესახებ, არამედ ძალიან ბევრი მოვაჭრის, რომელიც თავის საავადმყოფო პოლიტიკას ადგენს ისე, რომ პრობლემის პრევენცია მოახდინოს. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საკითხი ასევე წელს არის და პროექტი გრძელდება განათლების სამინისტროსთან ერთად, როდესაც აი სკოლებში, რეგიონებში, უნივერსიტეტებში და ეს ცალკე აღებული არ არის, სხვადასხვა ჯგუფებთან ვახდენთ კამპანიებს ცნობიერების ამაღლებაზე, რომ მეტმა მომხმარებელმა იცოდეს საკუთარი უფლებების შესახებ. ანუ გაცილებით გამოსწორდა ვითარება, ვიდრე იყო შარშან. ბევრი მომხმარებელი ამას გრძნობს თუნდაც ჩვენთან კომუნიკაციას. ზარების რაოდენობა გაიზარდა თუ შემცირდა? ზარების რაოდენობა გაზრდილია, დაახლოებით 40%-მდე მეტი кейსი გვაქვს, ვიდრე მაგალითად გასული წლის იგივე პერიოდში და ეს სწორედ უკავშირდება ბაზრების განვითარებას და მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას, იმიტომ რომ ბევრმა იცის
საკუთარი უფლებების შესახებ და ბევრი და მოგმართავს. პროცენტულად ვის სასარგებლო წყდება ხოლმე? 90% წყდება მომხმარებელთა სასარგებლოს, მაინც კი სასარგებლოდ. ბიზნესის ქცევა მაინც არა, შესაძლებელია შეიძლება ითქვას. პრობლემა თუ არ არის, ძირითადად მცირე და საშუალო კომპანიები არიან და ონლაინ კომპანიები, 70% ონლაინ გაყიდვებს ეხება პრობლემატიკა. გასული წლის ბოლო მდგომარეობით დაახლოებით ჩვენი ხელთ არსებული ინფორმაციით მილიონ ლარამდე არის სარგებელი, რაც მომხმარებელმა თანხის უკან დაბრუნებით ან ბენეფიტის სახით მიიღო დასაგებია. ჩვენი ჩართულობით ამ მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით. დიდი მადლობა. მადლობა წარმატებებს გისურვებთ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. მე მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით, მომავალ ხუთშაბათს ამ სტუდიაში სხვა თემით და სხვა სტუმრით დავბრუნდები. მადლობა.